ეხლა ვაკეთებ ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ მანევრს, რაც შეიძლება იახტით გააკეთო. და ეს ყველაფერი ხდება ორი კუნძულის შორის. მინდა ამაზე ცოტა დეტალურად ავხსნა, რა ხდება და რატო არის ესეთი, ასე ვთქვათ, გასათვლელი მანევრი და საკმაოდ რთული. ეხლა პერსპექტივაში ჩავსვათ რა ხდება. გავდივარ აი ამ ორი კუნძულის შორის. აი ეს ადგილი უნდა გავიარო. ეს არის მარშრუტი, რომელიც მე წამოვედი და ეს ზიგზაგით იმიტომ მოვდივარ ზუსტად, რომ ქარი უბერავს ზუსტად აქედან. და ამაში გავლა ძალიან ძნელია, როცა ქარი სახეში გიბერავს და გემი პირდაპირ რა თქმა უნდა ქარში ვერ ადის და ესეთ ზიგზაგებით შეგიძლია იმოძრაო და ქარის მიმართულებით გახვიდე. და სწორედ მაგიტო, რადგან აქ ვარ, ქარი ესე უბერავს, დინებაც აქედ უბერავს. და აი ამ ხელა ოკეანე, რომელიც აი ესე უსასრულო არის, აწვება ამ ყველაფერს წყალს და მიმართულებას აწვება და აი ამ ყურეში საკმაოდ დიდი სიმძლავრით გადის. წყლის დინება ქვევით წყალქვეშ წინაღობას გიქმნის და ქარი რა თქმა უნდა ზედაპირზე. და რადგან ორი კუნძულის შორის გადიხარ, ეს ადგილი ესეთი გვირაბივით გამოდის, ანუ დიდი წნევა იქნება საკმაოდ ამ ყველაფრის. და მე კიდე თან ესე ზიგზაგით უნდა ვიარო. ხა რეალურად გარეთ რა ხდება? ძროს არაფერი. აი ეს არის ეგ ადგილი. ეს არის ერთი კუნძული და ეს არის მეორე კუნძული მარკესების არქიპელაგოში. მე უნდა ვიარო ესე, მაგრამ რადგან ქარი პირდაპირ მიბერავს, მიწევს რომ 45 გრადუსით, ყველაზე მინიმალური რაც შემიძლია არის 45 გრადუსით ესე წავიდე, მერე გადავკვეთო, წავიდე ქარის მიმართულებიდან 45 გრადუსით. და ამ ზიგზაგს ვაკეთებ უკვე ძალიან დიდი ხანია. ამის ტექნიკური საკითხი არის ესეთი, ეხლა ამ კუნძულს აერტყობა დიდი არაფერი, თუმცა იქედან მომავალი ქარი ამ ხელაციდან საკმაოდ მაღალი წნევით გროვდება აი ამ ადგილში და მაგრა იგრძნობა კიდევ. ეხლა იდეაში უბერავს 11 კვანძი ქარი, თუმცა გემზე ამ ადგილას არის 15-16 და რადგან ქარს ჭრიდა მაგ მიმართულებით მივდივარ, ამ დროს გემი უფრო კრიფავს ამ ქარის სიჩქარეს და ეხლა ეკრანზე იქ მანახებს დაახლოებით 19 ნოტ ქარს, 19 კვანძ ქარს. მანევრი ისე უნდა გავთვალო, რომ 45 გრადუსით ვიარო, ანუ ძალიან იქეთ ვთქვათ 60 გრადუსით ქარიდან 60 გრადუსით არ ვიარო, შორს არ წავიდე გარეთ და მე ნაკლები გრადუსი მომიწიო შიგნით მოძრაობა და უფრო დიდი ხანი მომიწიოს ყოფნა. და თვლი ისე რომ მაქსიმალური სიჩქარე ააგროვოს, ან შეუძლია რომ აი ქარის ბოლო ზოლში შეძლო მოძრაობა. ქარი როცა პირდაპირ ესე გიბერავს, გემს არ შეუძლია პირდაპირ ესე წასვლა. გაქვს საშუალოდ 45 გრადუსი აქეთ ცენტრიდან, 45 გრადუსი იქედან ცენტრიდან. აი ეს 45 და ეს 45 გრადუსი არ შეგიძლია რომ გაცურო. მაგრამ მაგის იქეთ უკვე მთელი ფიზიკის გამოყენებით, რაც ამ ჩვენ თანამედროვე ელქნებს შეუძლია, შეგვიძლია რომ ესე ზიგზაგით ავიდეთ, შევიდეთ. ეხლა აქ არის ძალიან ბევრი რაღაცა, სადაც ყურადღება უნდა მიაქციო. კუნძულები რადგან ახლოს არის, სატელიტურ სურათებზე ინტერნეტში მაქვს ნანახი წინასწარ მე ეს ყველაფერი, რომ რამე კლდეები არ აღმოჩნდეს აქ. შესაბამისი რუკებიც მაქვს ნანახი, სადაც ნაჩვენები არ არის რამე სახიფათო, თუ ახლოს არ მივედი აი ამ კლდეებთან. დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილზე უნდა ავიარო და მთლიანი ეს ყველაფერი გასავლელი არის დაახლოებით 2 კილომეტრი ნახევარი. ანუ აქედან ზოლი. ამას როკეთა ყურადღებით უნდა იყო მოკლედ, ანუ არ უნდა მივუახლოვდე არც ერთ კუნძულს, უნდა დავაკვირდე რომ სიჩქარე სწორი არის, უნდა დავაკვირდე რომ ქარი ზედმეტი არ დაუბერავს და იალქნებს არ დამიზიანებს, უნდა დავაკვირდე რომ სიღრმე სწორედ მაგ და რამეს არ უახლოვდები წყალქვეშ. სატელიტური სურათები მაქვს წინასწარ ნანახი, რუკები მაქვს სპეციალური წყალქვეშა წინასწარ ნანახი. იდე რა. შემდეგი რამდენი დროს დაჭირდება, ეს ყველაფერი სწორად უნდა გავიარო, შესწომის უფლება ნამდვილად არ აქვს. და რეალურად ახლა ეგეთი რთულიც არ ჩანს. კიდე კაი რომ იქედან მომავალი გემები არ არიან, არამედ დატვირთულ ადგილას არ ვარ, თორე გატარება და შესაძლებელია ყველაფერი გატარება და არამე, მაგრამ როგორც მე ესე ზიგზაგი დავდივარ, ისე ინტეგრირებულიან და ცოტა ერთმანეთს უნდა უფრთხილდე. ეხლა ამ ადგილს ეთყობა რომ ვითომ ფართეს სივრცე არის, თუმცა იახტისთვის და ესეთი მანევრებისთვის, თუ ესე ზიგზაგით სიარულისთვის, საკმაოდ ვიწრო წერტილში გავდივარ. შეიძლება ყურადღება არ მიაქციო, რა ვერთ 15 წუთია სადღაც აღმოჩნდე ნაპირზე იქ. გამიღამდა იმ კუნძულიდან ამ კუნძულზე გადმოსვლისას და ღამე მიწევდა ამ ყველაფრის გავლა და დღეს მაგალითად მთვარე არ არის საერთოდ საში.
და ხილვადობა ძალიან დაბალი იყო ამ ღამეს. კარგია რომ ხარი ჩავარდა და ვერ მოუსწარი აქ გავლას, თორე საკმაოდ რთული არის. მარტო GPS-ზე ხარ დამოკიდებული და ესე გარეთ გაიხედები. ვერაფერს ვერ ხედავ საერთოდ ანუ სრულიად სიბნელი არის. როგორც ავარსკვლავები არის, ცაში კიდე რაღაცა ხილვადობა გაქვს, მაგრამ ამ დღეებში ცოტა მოღრუბლული არის და მხოლოდ ეგეც არ არის. ასაღნიშნული ფაქტი არის, ეხლა აქ არ გამოჩნდება, მაგრამ მთელი მარკესების არქიპელაგოზე აი ამ კუნძულს აქვს მარტო 3 პატარა ყვითელი ქვიშის სანაპირო და ეს ითვლება ჩემნაირი იახტიანი მეგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ერთ-ერთი კი არა და ყველაზე ლამაზი ღუზის ჩასაგდები ადგილი. ეხლაც იქ რო დავაკვირდებ, ხედავ 1.5-6 გემს ჩაგდებული აქვს ღუზები. ჯერ ნუკუჰივაში უნდა მივიდე, აქ პატარა დასახლება, რაღაც სათევზაო ეკიპირება მინდა ვიყიდო, ცოტა ხანი შევისვენო და მე უკანა გზაზე რო წამოვალ, ამ ადგილას გავჩერდები. ანუ აქედან პატარა ინფორმაცია არ შეიძლება გამოვიტანოთ, რომ ესეთ იალქნებს, აი ეხა ეს ფუნქციას როგორც აკეთებს, რეალურად ხარი საიდანაც უბერავს, თითქმის მაგ მიმართულებით მივდივარ. რაც საკმაოდ კარგი ფაქტორი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ასობით წლის წინ რა გემებს ეს არ შეეძლო, შეეძლოთ მარტო ხარი საითაც მიდის იქ გაყოლოდნენ, ასე ვთქვათ. ტექნოლოგია ამ იალქნების ეხა თუ როგორ მუშაობს, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისე როგორც თვითმფრინავის ხები მუშაობენ. ანუ ერთ-ერთში არის ეს ყველაფერი. ხარი მოდის რაღაც მიმართულებით, ანუ ხარი სახეში უწყავს ამ ყველაფერს, შუაზე ჭრის, შემოვლას უწევს იქედან, აქედან უფრო ნაკლები მანძილის გავლა უწევს და იქ უნდა შეხვდეს. მაგალი წნევა ამ მთელი იალქანს, აი როგორც ჭერსასრუტიო იქეთ ქაჩავს, ესე აწვება მეორე მხრიდან და ესე ქაჩავს იქეთ. ამას აკეთებს ეს ორი დიდი იალქანი. და მთავარია შენ ამ რა გრადუსით ეს ხარი მოდის, ეს სწორად დააყენო. ჯერ ელემენტარული ესაა ყველაზე მარტივი იალქანი და ეს იალქანი ყენდება რავერთი ხუთნაირად, ეს შეგილია მაღლა დაბლა აწიო, წინ და უკან გაწიო. და მთლიანად ეს იალქანი მარჯვენა მარცხნივ გაწიო, ანუ ყველა განზომილებაში ატრიალებ და უნდა დასვა ზუსტად იდეალურად და იდეალურად დასვავ თუ არა, მაგის შენი მანიშნებელი არის აი ეს პატარა ძაფები, რომელიც აქ თამაშობს. მაგას ქვია telltales. Telltale-ები სწორად თუ არის გამართული, აქ და ის მესამეები სამადგილას არის დაყოფილი. ესე იგი, ხარი, რასაც უნდა აკეთებდეს და ჰაი როგორც უნდა ტყდებოდეს წინ და ამის უკანა მხარეს. აკეთებს ყველაფერს სწორად. ეს თუ მაღლა არის აშვერილი ესე, ან დაბლა არის ჩამოშვერილი, მაშინ ესე იგი რაღაცაში არის საქმე და გასასწორებელია იალქანი. გონია ეგ არის დღევანდელი ტექნიკური სკოლისთვის. ესე იგი, ესეთ ადგილას გავლას დიდი ყურადღება ჭირდება და საკმაოდ ბევრი და სწორი მიმართულების მანევრი. ეს არის ვიწრო გასასვლელის ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ადგილი. ანუ ორივე კუნძული ახლოს გაქვს. ძალიან ბევრი სახიფათო სივრცე არის ყველა მხარეს, ხარი პირდაპირ გიბერავს და ზიგზაგით ესე სიარული გიწევს. იერა. დინება შენ გეწინააღმდეგება, ამინდი შენ გეწინააღმდეგება, მაგრამ რაღაცნაირად აი ესე ხარის ზალით შეგიძლია მაინც წახვი და იქეთ სადაც მიდიხარ. საკმაოდ შესანიშნავი შესაძლებლობა არის ეს, ვინ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. ესე დავდივარ კუნძულიდან კუნძულზე, მოკლედ ეს მარკესების არქიპელაგოს კუნძული არის. ეს ყველა კუნძული, რასაც აქ ხედავთ, ამოდის დაახლოებით 4000 მეტრი დედამიწის სიღრმიდან, ფსკერიდან. ყველა ეს მიწა არის ვულკანური წარმოშობის. ანუ ვულკანი ამოიფა და სადღაცა ესე შეჩერდა ამდენი 1000 მეტრის მერე ზღვის დონიდან დაახლოებით 100-200 მეტრი არის ასული. ერთი ადგილი არის მარტო 1000 მეტრი ადის ესვეთ. და მაგ ადგილას აი ნუკუჰივა რო იყო მან ვიდეო მაგ გადაღებული. ზღუზა სადაც ჩაგდებულია ყველაზე ყველაზე დიდი დასახლება არის მაგ კუნძულზე. ეგ მთლიანად არის დიდი კრატერი. ძველი 1000 თუ მილიონი წლის წინანდელი ვულკანური კრატერი. რადგან აქ ვულკანური მასის წარმოშობის ნიადაგი არის, ლამაზი და ნაყოფიანი მცენარეებიც იზრდება ზედ.